25 იანვარი გურჯაანისა და ველისეხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს დაბადების დღეა. 2003 წლის 18 აგვისტოდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ექვთიმე დაინიშნა გურჯაანისა და ველისეხის ეპარქიის მმართველად. როგორია ეპარქიის სულიერი ცხოვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემას ერთსად სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამა ვეჟა სონღულაშვილთან ვისაუბრებთ. მამა ვეჟა, დაგულოცეთ, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დავლოცული და გახარებული გამყოფოთ მამაზე სიერმა. მამა ვეჟა, როგორ განვითარდა მუნიციპალიტეტის სულიერი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე ექვთიმე დაინიშნა? უპირველეს ყოვლისა, მინდა მეუფე ექვთიმეს თქვენი ეთერით ვისარგებლო და მივულოცო დაბადების დღე, სიხარული, წყალობა, მადლი და ჯანმრთელობა მინდა უსურო მეუფე ექვთიმეს, რომ მრავალი წელი, მრავალი ჟამიერ ჩვენს ეპარქიაში წყემსთავრობდეს მისი სულიერება, მისი სიბრძნე, მისი მოთმინება, მისი სიმშვიდე აუცილებლად თითოეულ ჩვენგანს მჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გურჯაანის ველისეხის ეპარქია ეგრეთ წოდებული ახალი გამორჩეული არის, სულ რაღაც 23 წელს ითვლის ჩვენი ეპარქიის არსებობა და მეუფე ექვთიმე არის მას შემდეგ ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი. და რა თქმა უნდა, მანამდე ტაძრებიც სიმცირე იყო, მთავარანგელოს ტაძარი იყო მაშინ მაგ დროისთვის საკათედრო ტაძარი და აი მეუფე ექვთიმეს მღვდელმთავრობით მის პერიოდში ძალიან ბევრი ტაძარი, ეკლესია, მონასტრები აშენდა, აღდგა და ფუნქციონირებს. თქვენ იცით, აი მონასტრებიდან ამაღლების ლავრა, ამაღლებაში მამათა მონასტერი, ქვემოთ ღვთისმშობელში დედათა მონასტერი, ზეგაანის მამათა მონასტერი და კიდე რა თქმა უნდა საერო ტაძრები ძალიან ბევრი ღვთისმადლი და ძალიან ბევრი სასულიერო, თუმცა ვფიქრობ, რომ სხვა ეპარქიებთან შედარებით კიდევ სასულიეროების დეფიციტი, ნაკლებობა არის ჩვენს ეპარქიაში, მაგრამ მადლობა ღმერთს, ახლა იმ 23 წლის წინ რაც იყო და დღეს უკვე გამრავლებულია სასულიეროების შესაბამისად წირვა-ლოცვები და ალბათ გამოვყოფდი ძალიან ბევრ ამას, მეუფე ექვთიმეს სიბრძნეს, სიმშვიდეს, მოთმინებას, უბრალოებას და თამდაბლობას, რომელსაც ძალიან ბევრისთვის, პირადად ჩემთვის მისაბაძი არის მეუფე ექვთიმეს უბრალოება, მეუფე ექვთიმეს თამდაბლობა, მეუფე ექვთიმეს მოთმინება, ძალიან ბევრ ამაში არის მისაბაძი. მე ვმადლობ ღმერთს, რომ მის ეპარქიაში მიწევს ცხოვრება და მსახურება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთს შეიძლება გამოვყოთ, რომ ჩვენ მე ავიღეთ და კიდე მამა ილიამაც რომ ძველ ტაძრებში ვწირავთ ხოლმე, მამა ილიამ ჭერემში წირვები დაიწყო, რა თქმა უნდა, მეუფე ექვთიმეს როცა ვკურთხევით, ის ძველ ტაძრები აქ გურჯაანის შემოგარენში თუ რაიმე ძველი ტაძრები არის, წირვების დროდადრო პერიოდში ვატარებთ ხოლმე წირვებს და ვცდილობთ, რომ ეპარქიაში და მეუფე ექვთიმეს როცა ვკურთხევთ, რა თქმა უნდა, არც ერთი ტაძარი არ იყოს მიტოვებულად და წირვა-ლოცვა შეძლებს იზაგვარა ჩვენ როგორც შევსლებთ და როგორც გვაძლევს საშუალება ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი მსახურება შეძლებს იზაგვარად იყოს ყველა ტაძარი მსახურებით დატვირთული და ღვთისმსახურება, ღვთის სიტყვა, სახარება ისმოდეს ყველა ტაძარში. დიახ. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ მეუფე ექვთიმე არის ძალიან თავმდაბალი, მართლაც ძალიან იშვიათად ჩდება ხოლმე და ამაზე ხშირად საუბრობს მრევლის და შეგიძლიათ მაგალითები მოიყვანოთ? აი მასთან ურთიერთობის, დიახ. მეუფე ექვთიმე, ესე ვთქვათ, ძალიან იშვიათად თუ ნახავს ადამიანი. ნუ ალბათ გარეთ სად ნახავს ადამიანი მეუფე ექვთიმეს, თუმცა მასთან შეხვედრა, უბრალოდ შეხვედრა, საუბარი ძალიან ბევრი რამის მომცემი არის, ძალიან დიდ სიბრძნეს, სითბოს და ძალიან უდიდეს სიყვარულს ავლენს მეუფე ექვთიმე. ალბათ როდესაც ნახავს ჩვენს სიუჟეტს არ მოიწონებს ჩემს ასეთ საუბარს, მაგრამ გავკადნიერდები და მადლიერებით არის ჩემს გულის სავსე, რომ მის ეპარქიაში მიწევს და ძალიან ბევრ რამეს ჩემთვის, ძალიან ბევრ რამეს არის მაგალითად ჩვენთვის სასულიერო პირებისთვის და მრევლისთვისაც და თუ ვინმეს და დარწმუნებული ვარ ბევრ მრევლსთაგანს და სასულიერო პირს ხო რა თქმა უნდა აქვს შეხება მეუფე ექვთიმესთან უდიდესი მადლით, უდიდესი დადებითი ენერგიით დამუხტული მოდის და მადლიერებით ივსება თითოეული ჩვენგანის გული და თითქოს აი ჩვენს გადმოგვედება ხოლმე მისი უბრალოება, მისი თავმდაბლობა, რაღაც რა თქმა უნდა ჩემ თავზე ვიტყვი, მცირეოდენი ხანი ვინ არჩუნებ ხოლმე, მე ვეღარ ვინ არჩუნებ, მაგრამ საერთოდ მინდა გითხრათ, რომ აი მადლის მიერ მქონია და მადლის მატარებელ ადამიანთან ურთიერთობა, აი ეს მადლი ცოტა ხანი შენთანაც მოქმედებს მე. მე უკვე შენზე დამოკიდებული, როგორ ინარჩუნებ და როგორ განავითარებ ამ მადლს და აი მეუფე ექვთიმეს მე ვფიქრობ, რომ მისი ბერობიდან, მისი უბრალოებიდან, მისი მოღვაწეობიდან, მისი ლოცვის სიყვარულიდან, მისი მღვდელმთავრობიდან აქვს უდიდესი მადლი, უდიდესი
ღვთისწყალობა და კურთხევა და მადლობა უფალს ამ ყველაფრისათვის. და თქვენ ერთობლივად არაერთ პროექტს ახორციელებთ ხოლმე და მეუფე ექვთიმე ყოველთვის გიდგათ მხარში. და რა სურვილი აქვს მეუფეს, როგორ უნდა რომ განვითარდეს კიდევ სულიერი ცხოვრება ჩვენს მუნიციპალიტეტში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვიცით თქვენ აქტიურად გაქვთ სასულიერო პირებს იმის საშუალება, რომ შეხვდეთ მას, გაესაუბროთ. ალბათ ყველა სასულიერო პირი დამეთანხმება ჩვენს ეპარქიაში, რომ მეუფე ექვთიმესთან მისული რაიმე იდეით, პროექტით არასდროს არ მოდიხარ უარყოფითად განწყობილი, ან რაღაცა უარი ეთქვას რამეზე. ყველაფერზე მთავარი არის, მეუფე ექვთიმეს ესე ვთქვათ, მე ვფიქრობ, მიდგომა ესეთი, რომ რაიმე ჩარჩოები არ დაარღვიო, ზნეობრივი, ეთიკური ჩარჩოები არ დაარღვიო და არაფერზე უარს არ ამბობს, ყველაფერზე კურთხევას გაძლევს, ოღონდაც რაიმე კეთილი გაკეთდეს ჩვენს ეპარქიაში. აი მე პირადად მოიწევს ხოლმე და მანამდე ვემზადები ხოლმე ავიდე რომ მეუფეს უთხრა, რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ და ყოველთვის ძალიან დიდი სითბოთ, სიყვარულით და როცა კურთხევას გვატანს ხოლმე და მე ვფიქრობ თუ რაიმე გავკეთებია ჩვენ და რაიმე გამოგვსულია ამ გაკეთების დროს, ყველაფერი არის მეუფე ექვთიმეს ძალიან დიდი ძალა და მადლი და ლოცვა კურთხევა. მე მაგალითად მისი ლოცვა კურთხევა რომ არა ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით, რა აქტივობაც კი ჩაგვიტარებია, ყველაფერი რა თქმა უნდა შეთანხმებულია მეუფე ექვთიმესთან, ის წირვებს როცა ხშირად ვატარებთ ხოლმე და ყოველდღიურად გვაქვს ხოლმე წირვები, ზეთისხებები, ახალგაზრდებთან აქტივობები, პროექტები, აბსოლუტურად ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს მეუფე ექვთიმესთან და მისი ლოცვა კურთხევით ხდება და მე ყოველთვის გრძნობ ხოლმე მის ლოცვა კურთხევას და მის ძალას. სხვანაირად შეუძლებელია ფიზიკურად ის შევძლო, რასაც უფალი გვაძლებინებს, რა თქმა უნდა, მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით. დიახ. აი თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში უფრო ნაკლები სასულიერო პირი არის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ეს მეც შემინიშნავს და აი რა არის ამის მიზეზი თქვენი შეფასებით? ალბათ მაინც ახლა ისეთი არ არის აქტიური რაიონი, ესე ვთქვათ, არ არის, მე ვფიქრობ, რომ აი სტუდ ქალაქიც არ არის ხო, ახლა სხვაგან უფრო მეტი და უფრო მეტად ადამიანები ახლა ამთავრებენ სკოლას და მიდიან დედაქალაქში, ან ესე გადიან, გასვლა უფრო გადინება უფრო მეტია ხოლმე და მე რა თქმა უნდა, ჯერ 20 წლის წინ რაც იყო, საერთოდ უფრო ცოტა იყო ხო სასულიერო პირი, რამდენიმე სასულიერო პირს მოითვლის და მე მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით და მეუფე ექვთიმეს მოღვაწეობით და შრომით უკვე რამდენი სასულიერო პირი შეემატა და რა გითხრათ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ გამრავლდება ჩვენს ეპარქიაში სასულიერო პირები და ის ტაძრები, რომლებიც ჩვენ გვიწევს მსახურება, ის ძველი ტაძრები აღდგება და ყველგან გაისმის ღვთის სიდება და წირვა-ლოცვის ხმა. და მრევლიც გაიზარდა ხო მაინც მამაოჟა? რა თქმა უნდა, მრევლიც საგრძნობად რა თქმა უნდა გაზრდილი არის და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ და მადლობა მეუფე ექვთიმეს და მადლობა უფალს და მადლობა წმინდა სინოდს, რომ ჩვენ ღირსეული მღვდელმთავარი, მწყემსთავარი, მთავარეპისკოპოსი მეუფე ექვთიმე გამოირჩია ჩვენს ეპარქიის მწყემსთავრად.